ერთი კურიოზული ისტორია მინდა მოგიყვეთ, რომელიც ჩვენ შეგვემთხვა ამერიკაში. მოკლედ ტურისტულად ვიყავი 2019-ში ამერიკაში. ისე მოხდა რაღაც პერიოდი მომიწია ყოფნა. და დაახლოებით რამოდენიმე თვე. და ძალიან კარგი ბავშვობის მეგობარი მყავს, რომელიც იქ ცხოვრობს, უკვე ამერიკის მოქალაქეა და ასე შემდეგ. ქართველია საქართველოსდან. და მითხრა, რომ მოდიო რა, ძალიან გემრიელად, კაი პიროვნება, ჩასაღვაბი ბიჭი. მოკლედ, და მითხრა, რომ რაღაც საქმით მივდივარო ფლორიდაში, შტატ ფლორიდაში, ქალაქ მაიამი, ახლა მაიამი დონია რა და მოდიო რა, წავიდეთ. მეო ჩავფრინდებიო და იქიდან მეო ნიუ-იორკამდე არის დაახლოებით 2000 კილომეტრი, როგორც თბილისი მოსკოვი. ასეთი მანძილი არის. იქიდან კარგი მაგარი მანქანით რაღაც ჯიპი რაღაც როგორც მახსოვს ლინკოლნის შავი მაგარი. იქიდან ნელ-ნელა წამოვალ გზაში დავისვენებ, შევჭამთ თან მანამდე მაიამის დავათვალიერებთ, ნახავთ და მოხდა ისე რომ ჯერ ის ჩაფრინდა და შემდგომ მე ჩავფრინდე, აი რაღაც რამოდენიმე საათის იმანაც ახლა თავის საქმე რაღაცა გააკეთა, შევეხმიანეთ ერთმანეთს და მაიამიში ასე ვთქვათ მანქანით დავხვდა და რაღაც გემრიელად ჩავჯექით, რაღაც მაიამის დავათვალიერეთ, ცოტა დროც გავატარეთ და გადავწყვიტეთ, რომ აი ეს 2000 კილომეტრი მანქანით ვიაროთ, როცა დავიღლებით სასტუმროს ავიღებდით, აუზით, საჭმელს შევჭამდით და ასე შემდეგ დავისვენებდით რა, ვივლიდით, თან დავათვალიერეთ. ეხლა მაიამიში ქვემოთ არის ეს ფლორიდა, შტატ ფლორიდა. და მე მიდიხარ იქით ჩრდილოეთისკენ, ნიუ-იორკისკენ. ნიუ-იორკისკენ აი თითქმის იგივე კლიმატია, რაც აი მოსკოვი და თბილისის შორის. ხან თოვლია, ხან წვიმაა, ხან რა ვიცი, ზამთარში. ფლორიდაში, მაიამიში რა თქმა უნდა თბილა. და წავიდით მანქანით, მივდივართ, აი შტატი ფლორიდის მერე თვალწითები იწყება შტატ ჯორჯია. არის ესეთი შტატი ჯორჯია. ჩვენს პასპორტებს აწერია ჯორჯია. ადრე კარგი იყო ხოლმე Republic of Georgia ეწერა, რომ რესპუბლიკაა. მაგრამ ეს ჯორჯია, ეხლა ჯორჯია აწერია და აი ბევრს ეშლება ეს ჯორჯია, ქვეყანაა და ჯორჯია შტატი ამერიკის. მივდივართ, და ისე მოხდა, რომ აი რაღაც კარგი მანქანაა და რაღაც გემრიელად წავიდა. ჩემი კარგი მეგობარი ახლობელი ზის საჭესთან მივდივართ. ისე მოხდა, რომ ალბათ ან დაარღვია, ან არ დაარღვია, რაღაცა შეიძლება თვალში მოხდა და აი როგორც ამერიკულ ფილმებში არის ნახდათ ისე გამოგვეკიდა პატრული, გამოგვეკიდა რა, კუდზე დაგვაჯდა, ასე ვთქვათ, რო იტყვიან და მოყვება რა და რაღაცა სიგნალებით, მიგალკებით, ანუ იქ ახლა წესია რომ უნდა გადააყენო, ხელები საჭესთან უნდა კონდეს, არ უნდა გადახვიდე. სხვათაშორის იმ რეალურ პატრულსაც, რომ მანქანასთან რომ მიდის წესია, რომ ხელი უნდა დაადოს უკანა საბარგულზე, იმიტომ რომ მისი თითის ანაბეჭდები უნდა აისახოს მანქანაზე, ესე აქვს წესი. და შემდგომ ჩაუწიეთ პანჯარა, რაღაც საბუთები მოგთხოვა და კითხა ესეთი რაღაცა. რომ we are from რა. ეს ინგლისურად ნიშნავს საიდან ხართ. we are from. საიდან ხართო და ეხლა ჩვენ შესაბამისად უპასუხეთ, რომ ჩვენ ეხლა საქართველოსდან we are from Georgia. ჩვენ ვართ ჯორჯიიდან რა. ეხლა ჩვენი გულისმეთ საქართველო
რესპუბლიკა, რომ საქართველოდან ვარ. და იმან გაგვაჩერა შტატ ჯორჯიაში ამერიკელმა პატრულმა თან მაგარი ზმანზე იყო, იმინა სუფთა ამერიკელი, როგორც ფილმებში ისე. და შემდგომ გაუკვირდა. ცოტა გაოგნებული დარჩა. ხა ჩვენ ვერ მოასწარით დაზუსტება, რომ არის შტატი, არის ქვეყანაც, ჯორჯია და ასე შემდეგ და რაღაც გაკვირებული გვიყურებდა. გამოგვართო საბუთები და წავიდა უკანა მხარეს და დახედა იმის ჯიპი იყო ავტომობილის, ანუ მანქანის ნომერს. ეხლა იქ ამერიკაში ეს სიტუაცია ყველა ნომერს თქვა თუ ცხოვრობ ნიუ-ჯერსში, იქ მინიშნება რომ ნომერზე რომ ნიუ-ჯერსის ნომერია, თუ ცხოვრობ ფლორიდაში, იქ როგორც მახსოვს პორტოხალი ახატია იმ ნომერს და ხდება რომ ფლორიდის შტატი და დახედა ნომერს და იქ კიდე აწერია რომ ნიუ-ჯერსის ნომრებია. ძალიან გაბრაზებული მოვიდა, რაღაცა მისცა. რაღაცა ქვითარივი თუ რაღაცა ფურცელი. ანუ იქ გადასცა. ესე იგი ეს ფურცელი, ნუ იქ თვითონ თანხა არ წერია, ეს არის რაღაც ესეთი ფურცელი, ნუ შენი საქმის წარმოება რაღაც თუ დაარღვევ მიდის სასამართლოში და იქ სასამართლო დაგიდგენს მერე ჯარიმის ოდენობას. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ რაღაც დაბნეული იყო, იმიტომ რომ ჩვენ რო უთხარით ჩვენ ჯორჯიიდან ვარ, იმან იფიქრა ჩვენ შტატი ჯორჯიიდან ვართ, წარმოდგენაც არ ქონა რომ საქართველოდან ვართ, ისიც დაიბნა ჩვენს და ესეთი კურიოზული სიტუაციაც მოხდა. რაც ყოველთვის ტკბილად გვახსენდება ხოლმე. ნუ მშვიდობით ჩაიარა, არაფერი ისეთი ის არ იყო. უბრალოდ გაბრაზდა იმაზე, აი ვითომ რატომ ატყუებთო ჯორჯიიდან, როგორ როცა სხვა შტატის ნომრები გაქვთ და